მოგესალმებით, ჩემო ძვირფასება და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს მოდით ვნახოთ უკვე ჩვენ ამალე ახალი წელი მოდის, ვინც ახლა უყურებს ამ ვიდეოს. და ვიდეო არის მაშინ აქტუალური, როცა თქვენ გახსნით ამ ვიდეოს, შეიძლება ცოტა სხვა დროს დაუშვოთ თქვენ გახსნით ამ ვიდეოს, მაგრამ ეხლა ამ წუთში მევშლი, როცა უნდა მოვიდეს ახალი წელი, ესე წელი უკვე სრულდება და ჩვენ გვინდა რომ ვნახოთ ანუ ყველას რა თქმა უნდა მე ვფიქრობ რომ ყველას რა ვიცი მე მასევა ყოველ წელს ჩვენ გვინდა რაღაცა რომ შეგვისრულდეს ანუ ახალ რამეს ველოდებთ ხო მაგრამ არის ზოგჯერ როცა ჩვენ ნუ აი გვინდა ეს და იგივე შეიძლება უნდა ვინმეს და ნუ არ სრულდება მოდით დღეს ვნახოთ აბა ჩვენ ვნახოთ თქვენ როგორ ხედავთ საერთოდ შეიძლება რა გიშლით ხელს რომ ეს სურვილი ასრულდეს ახლა ჩვენ თან დღეს ძალიან სასიამოვნო არის ის დღეც იმიტომ რომ იწყება ჩემი მეორე წელიწადი ჩვენ ვაკეთებთ აი ესეთ ძალიან მაგარ არ ვიცი როგორ დაჟე დავაკო კურსი არის თუ მარატონი სურვილების ასრულების ხო იქ ჩვენ ხა რა თქმა უნდა ამ კითხვებს რაზეც მე მინდა დღეს დავსვა უფრო განვიხილებ და უფრო სწორედ დავწერთ ჩვენ სურვილებს რომელიც უკვე შარშანი ბევრს ნუ ვინც იყო რა თქმა უნდა მაგ კურსზე უყოლას აუსრულდათ ბევრი რაღაცა მათ შორის მეც და ამიტომ ვნახოთ ეხლა ჩვენ საერთოდ როგორ ხედავთ თქვენ სურვილს რა უნდა გააკეთოთ რომ ეს სურვილი ასრულდეს და რა პერსპექტივა აქვს ანუ ჩაიფიქრეთ ეხლა ანუ შეგიძლიათ даже როგორ ჩაიფიქროთ ესეთ აი დაუშვათ რამე სურვილი რომელიც თქვენ გინდათ რომ ასრულდეს მაგრამ ნუ თქვათ რამდენიმეჯერ როგორ ჩაიფიქრეთ და არ აგისრულდათ ხო და კიდე ფიქრობთ რომ აი კიდე ეხლა წელსაც უნდა ჩავწერო მე ეს ჩემი სურვილი ხო და ნახოთ აბა რა მიზეზები რა თქმა უნდა პოზიციები ახლა მექნება პირველი ვკითხოთ ახლა ჩვენ თქვენ როგორ ხედავთ თქვენს ამ სურვილს ხო თავარ სურვილს ასე ვთქვათ როგორ ჩანს ეს გარედან საერთოდ ანუ როგორი კითხვა იცით ანუ სინამდვილეში მოდით ასე ვთქვათ თქვენ ეს გინდათ აი ასე რომ ვთქვათ ხო ანუ თქვენ როგორ ხედავთ სინამდვილეში როგორ არის რა შიგნიდან აი შიგნიდან თქვენ გიშლით ხელს რომ ეს სურვილი არ სრულდება რა გიშლით ხელს გარედან ესაც ვნახოთ აუცილებლად შემდეგ რა უნდა გააკეთოთ თქვენ იმისთვის რომ ეს სურვილი ასრულდეს რა არ უნდა გააკეთოთ საერთოდ იმიტომ რომ ზოგჯერ ჩვენ ახლა ისეთ რამებს ვაკეთებთ რომ სულ არ არის საჭირო და პირიქით უშლით ხელს ხო ვუშლით ხელს იმ ასრულებას და ვნახოთ ახლა ჩვენ ანუ პერსპექტივა ანუ ასრულდება თუ არ ასრულდება ხო პერსპექტივა ამ ჩვენი სურვილის აი ნახოთ და მე ახლა თუ რა დაგჭირდება რჩევასაც ავიღებთ აი ხო ხედავთ როგორ ხართ უკვე ფიქრობთ რომ ჩემი სურვილი არ ასრულდება ჩემი სურვილი რაღაც არ სრულდება всё რა გავაკეთო დამეხმარებით ახლა აბა ვნახოთ ახლა ჩვენ თქვენ როგორ ხედავთ ამ სურვილს ნუ პრინციპში მე შემიძლია გითხრათ რომ თქვენ მაგას ხედავთ როგორ ანუ ძალიან გინდათ ეს სურვილი რომ ასრულდეს შეიძლება დიდი ხანია უკვე ფიქრობთ მე ახლა არ დავიწყებ იმის ახსნას ვთქვათ აი რაზე ხო იმიტომ რომ ყველას თავისი აქვს ზოგს ახლა ურთიერთობა უნდა ზოგს ვთქვათ რამე უძრავი კონების ყიდვა ზოგ მანქანა ზოგს რა ვიცი რაღაცა ანუ აქ ჩვენ ვეკითხებით ანუ როგორ თქვენ ხედავთ თქვენ სურვილს თქვენ ძალიან გჭირდებათ ეგა თქვენ რაღაცნაირად აი შეიძლება კომფორტულადაც იგრძნობთ თავს თუ დაუშვათ ეს ასრულება მოხდება ხო ეს რო ანუ ეს როგორ არის ანუ შეიძლება ფიქრობთ რომ ჩემი ცხოვრებაც შეიძლება ბევრი რაღაცები შეიძლება რომ ეს სურვილი რო დაუშვათ ამისრულდეს რა ამიტომ რომ თქვენ ხედავთ იმას რომ აი თითქოს უკვე დამოკიდებული გახდეთ თქვენ ამ სურვილს რა ნუ ძალიან დიდ მნიშვნელობას აძლევთ ამას შეიძლება даже არ გამიკვირდება ზოგი თქვათ ვიზუალიზაციას მედიტაციას ყველაფერს აკეთებთ თქვენ იმისათვის რომ ეს მოხდეს რა იმიტომ რომ ნამდვილად არის გჭირდებათ რა ეს აი თქვენი თვალსაზრისით ეს გჭირდება თქვენ იმიტომ რომ უკვე დიდი ხანია ნამდვილად როგორც ჩვენ ვთქვით რომ დიდი ხანია ამაზე ფიქრობთ რა სინამდვილეში როგორ ხდება ნუ სინამდვილეშიც ახლა პრინციპში მე შემიძლია გითხრათ რომ
ეს არის უკვე როგორი მომენტი. აქ ნამდვილად, აი ნახეთ, როგორ საინტერესოდ სამყარო მუშაობს. როცა დავიწყე, ხო გითხარით, რომ შეიძლება ეს სურვილი, რომელზეც თქვენ ფიქრობთ დიდი ხანი. აი, იმიტომ ამაზე აქცენტი გავაკეთეთ. ძალიან მნიშვნელოვანია ტაროსთან როცა მუშაობ, ზუსტი კითხვა მისცეთ, თუ გინდათ ზუსტი პასუხი მიიღოთ, ხო? და აი ნახეთ, რას გვეუბნება. შენ თვითონ ხედავ, რომ უკვე ძალიან მართლა გჭირდება და გინდა. და სინამდვილეში, აი, საერთოდ ისე მიყვარს ეს არკანი 10-იანი ხმალების, იმიტომ რომ აქ უკვე გვაჩვენებენ ჩვენ, რომ სინამდვილეშიც უკვე და სამყაროც კი ემზადება იმისთვის, რომ სულ ცოტაც და უკვე მიიღებ შენ იმას დაგეხმარებიან, შენ მაღალი ძალები, იმიტომ რომ შენ ნამდვილად ბევრ ენერგიას დებ ამ ფიქრებში, ამ სურვილზე, ანუ ბევრს ფიქრობ ძალიან, გაიგეთ და ამიტომ 10-იანი საერთოდ ეს არის დასასრული რაღაცის, ანუ ეთყობა დიდი ხანია და აქ даже შეიძლება გარედან უკვე ჩანს, რომ აი შეიძლება იმედგაცრუებაც გქონდეთ, რომ ან უკვე დავიღალე რა ამაზე, ფიქრეთ უკვე დავიღალე უკვე ამაზე, ახლა რა ვქნა, ამდენი ხანი მინდა, აქ დიდი ხანია გინდათ რაღაც, გაიგეთ? დიდი ხანია. და ამიტომ სინამდვილეშიც უკვე ჩანს, რომ თქვენ უკვე даже გადაიღალეთ ფიქრებისგან, მაგრამ უკვე ეს კიდე როგორი მომენტი არის, იცით, როცა ჩვენ აი კონცენტრირება, სადაც მიდის ჩვენი ყურადღება, იქ მიდის ჩვენი ენერგიაც, გაიგეთ? და აი აქ ძალიან ბევრ ენერგიას ძლებ თქვენ ამ სურვილის ასრულებაში რა. და გარედანაც უკვე ჩანს, რომ ენერგია იმდენი არის უკვე, რომ აი ცოტაც და რაღაცა უნდა მოხდეს. ნახოთ ახლა ჩვენ, ანუ რა შინაგანად რა გიშლით ხელს თქვენ ახლა, რომ ეს სურვილი ასრულო, რა შინაგანად. ნუ შინაგანად რა ჩქარობთ, გაიგეთ, თქვენ ახლა შინაგანად გინდათ რომ მალე მინდა. კი, შეიძლება თქვა რომ რაღა მალე ამდენი ხანი ველოდები და რაღა მალე, მაგრამ ნუ შეიძლება ახლა თქვენ დაუშვათ ახლა ანუ არის ნახეთ, აქ даже არ გამიკვირდება რომ შეიძლება რადგან ახლა ну რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი არის შეიძლება თქვენ თვის და თქვენი ცხოვრებისთვის, გაიგეთ? მაგრამ ეხლა ნახეთ, ყველაფერს აქვს თავისი დრო. ჩვენ შეიძლება გვინდა აი რომ მოხდეს დაუშვათ ეხლა უკვე აი ეგრევე რა, აი რაღაცა მოვიფიქრე და მალევე მინდა მოხდეს, მაგრამ ნახეთ, ეს რადგან თქვენ უკვე ჩაიფიქრეთ და გინდათ, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს უკვე არსებობს სამყაროში. უბრალოდ ზოგჯერ იმიტომ არ ასრულდება, რომ დრო არ მოვიდა. კიდე რაღაცა პროცესები მიდის თქვენს ცხოვრებაში, თქვენი სულის გზაში, რომელმაც უნდა მიგიყვანოს თქვენ იმ სურვილის ასრულებამდე. მაგრამ თქვენ შინაგანად გინდათ უკვე აი გუშინ რომ მოხდეს, გაიგეთ რა ხდება? და ჩქარობთ. მაგრამ აქ ეთყობა არის რაღაცა კიდე სიტუაციები იმ უშუალოდ თქვენს ცხოვრებაში ბედში, რა ვიცი როგორც გინდა თქვათ, რომ ამ პროცესებს ცოტა ხანი ანელებენ, გაიგეთ? იმიტომ რომ და თქვენ შინაგანად რო ჩქარობთ და რო არ ხდება როგორც თქვენ გინდათ და რა დროსაც თქვენ გინდათ, მე თქვენ უკვე იღლებით ამის გამო, გაიგეთ? იმიტომ რომ მე მინდა, აი დავუშვ მანქანა გინდათ, სიტყვაზე სახლი გინდათ, ნუ მოდით ცოტა მნიშვნელოვანი რო ავიღოთ, ხო? ან თუნდაც წასვლა სადმე გინდათ, ხო? დავუშვ სამი გადასვლა თქვათ სხვა ქვეყანაში, სხვა ქალაქში თქვათ, ხო? და ეს ჩქარა-ჩქარამი ან თქვება ვიზა არ კეთდება, არ წელდება, ან საბუთები, ან ფულსა ვერ აგროვებთ, ნუ რაღაცა ხდება და ანუ თქვენ სულ კონცენტრირებას აკეთებთ და გინდათ რა თქმა უნდა ჩქარა, მაგრამ როგორც გითხარით, ჯერ პროცესი არის მონელებული, ცოტა, ნუ ეს გიშლით ხელს, იმიტომ რომ ნუ რატო არ ხდება, რატო არ არის ჯერ, აი კიდე მინდა რომ მალე მოხდეს, გაიგეთ და ეს შინაგანად თქვენ რომ ნუ ძაბავთ სიტუაციას თქვენ თვითონ, მოდით ასე რომ ვთქვათ რა, შინაგანად. ეხლა გარედანაც ნახოთ ჩვენ რა შეიძლება თქვათ, გიშლით ხელს თქვენ, ხო? გარედან, ნუ გარედან ეხლა შეიძლება ხო გეუბნებით, რომ არის რაღაცა ესეთი მომენტები, სადაც ჯერჯერობით, ნუ არ ახართ ალბათ, ეხლა მზად კიდე. მოდით აბა მაინც ეს უკვე მაინტერესებს, აბა გავხსნათ ეხლა ჩვენ. აქ გავხსნათ. ხუთიანი არის ძალიან კარგი, საერთოდ ენერგია, ეს არის გადასასვლელი ენერგია, საერთოდ უკვე როცა წინსვლა გელოდება, ხო?
და ყველაზე საერთოდ ხუთიანი ცოტა ესეთი რა ქვია, ესეთი ენერგია არის, მეხუთე ენერგია, როცა ცოტა არ იყოს, არის ну депрессიული რაღაც მომენტები ხუთიანებში, მაგრამ ხუთიანში ხმალების აქ არის ცოტა კიდე ნახат გარედან შეიძლება არ არის ისეთი აქტიურობაც სხვათა შორის, როგორიც საჭირო არის კიდე. ანუ ნაკლებად ბრძოლობ. გაიგე? ანუ მაგრამ ეს არის გარედან, ხო? როგორც მოდით აბა კიდე ვნახოთ ჩვენ გარედან შეიძლება არ მინდა შეიძლება ვნახოთ ახლა რომ მითხრეს რას უფრო გულისხმობ თქვენ აქ. გარედან რა გიშლით ხელს. იცით რა არის? ახლა მე ასე ვეთყოდი რომ აქ თქვენ შანსი მოგეცემათ, რა გიშლით ხელს. უბრალოდ ეხლა თქვენში რაღაცა ნახეთ უფრო მეტად შეიძლება ჭარბობს ემოცია. ну რაც აქ გითხარით რა, აქ უფრო ემოცია. აი ეს აქ უბრალოდ რა არის, იცით? უფრო მეტი საჭირო არის ქმედება, რაღაცა ნაბიჯების გაკეთება, ვიდრე მხოლოდ თქვათ ფიქრი. კი, შეიძლება ითქვათ რომ მე ვაკეთებ, მაგრამ ზოგჯერ სხვათა შორის ნერვიულობა და ძალიან აი ესეთი აი სულ ხო გეუბნებით ენერგიას რო უშვებ იმ სურვილში, ეგაც ზოგჯერ არ არის კარგი. ეგ თქვენ მაგით ბლოკავთ, ამიტომ გეუბნებიან რომ ცოტა ხანი აი გიშლის ხეს რაღაცა უნდა შეიცვალოს, თქვენ უნდა ну ტრანსფორმაცია რა უნდა მიდგომა შეცვალოთ. გაიგეთ რა ხდება? მიდგომა შეცვალოთ აი აქ. ну ეს კიდე რა თქმა უნდა გააჩნია რა სურვილი ახლა როცა იცი უკვე 100%-იანი რა სურვილი აქ უკვე შეიძლება გავუშვათ რაღაცა რჩევები მისცა ადამიანს ну მაგას რა თქმა უნდა ჩვენ განვიხილავთ უკვე ჩვენს მარატონზე იმიტომ რომ იქ ახლა მინდა რომ სათითაოდ ყველას დავეხმარო. კარგით, ნახოთ ახლა ჩვენ რა უნდა გააკეთოთ თქვენ იმისათვის რომ თქვენი სურვილი ასრულდეს. რა უნდა გააკეთოთ? აჰა რა, ანუ ქმედება, გაიგეთ, ქმედება არის. აქ როგორ არის? აქ შეიძლება თქვენ ბევრს ფიქრობთ, მაგრამ ну აი დაუშვოთ, ну მაინც პასიურობა არის აქ. ანუ დაუშვოთ ახლა ბინა გინდათ, ხო? ათვალიერებთ სურათებს, მაგრამ დაუშვოთ, უნდა წახვიდე თუნდაც ნახოს, ხოთა შორის ძალიან კარგი ტექნიკა არის, როცა შენ გინდა ან მანქანა, ну მანქანა ბინა მოდეთ ავიღოთ, ახლა დანარჩენი სურვილი პრინციპში იგივე რა, თუნდაც შეიძლება ოქროს ბიჭედი გიდათ რაღაცა ბრილიანტების, რაღაც კარატების სიტყვას. ანუ აქ როცა უნდა ნახო, უნდა შეხვიდე, უნდა ანუ შენ დაუშვათ ახლა შენი ოცნება რო არის, თქვა ანუ ბინას ოცნებობ რაღაც. ნახე ისეთი ბინა, რომელიც შენ მოგწონს და ну უყურე ფას. უბრალოდ წადი და ნახე, შედი იმ სივრცეში. აი როგორ იგრძნობ თავს. ზოგჯერ ჩვენ რა გვაქვს, იცით კიდე არ ვაძლევთ საშუალებას, აი დაუშვათ თქვენ ახლა გინდათ აი ულამაზესი ბინები, ხო, არის თქვა ან მანქანები, მაგრამ შინაგანად ბლოკავთ იმას, რომ დაუშვათ ახლა მე ну რა ვიცი, ეგ საჩემო არ არის, აი ეს საჩემო არ არის, რატო არ არის საჩემო? საშენო, რატო არ არის? მიეცი უფლება, თუნდაც აი წადი, შედი იქ, აი ბევრ შემთხვევაში ჩვენ თვითონ ბლოკავთ ჩვენ სურვილებს, იმიტომ რომ ეს საჩემო არა, ეს სიტყვა საჩ რატო ყველაფერი ამ სამყაროში არის საჩვენო. უბრალოდ ვინც აძლევს თავის თავს უფლებას და ამბობს რომ კი მე ვარ ღირსი ამისი და მე შემიძლია ეს ავიღო სამყაროსგან, ნამდვილად იმას ეს ყველაფერი უსრულდება. ვინც ამბობს რომ საჩემო არ არის, ну სამყაროს გეუბნება, საშენო არ არის, ოკეი, წადი და ეძებე სხვა რამე, გაიგეთ? აქ იმიტომ გეუბნებათ, თქვენ რა უნდა გააკეთოთ? უნდა იმოქმედოთ, უნდა დაწეროთ ეს აუცილებლად. უნდა იმოქმედოთ აუცილებლად რა. უნდა გჯეროდეთ აუცილებლად მაღალი ძალებისაც, უნდა მიენდოთ სამყაროს თუნდაც ის რომ აუცილებლად ასრულდება თქვენი სურვილი. ეს აუცილებლად რა, ეს უნდა გააკეთოთ თქვენ. კი,
აქ ყველა მაღალი ძალები თქვენსკენ არის, გაიგეთ? ანუ აუცილებლად თქვენ უნდა ჩამოყალიბდეთ არჩევანი გააკეთოთ იმაზე, რომ ანუ აქ დაჟე როგორ არის, იცით? აქ უკვე თქვენ ეს ესეთი რაღაცნაირი მნიშვნელოვანი სურვილი, რომელიც თქვენ უკვე დიდი ხანია ფიქრობთ და ეხლა მოვიდა დრო, რომ ეს სურვილი აუცილებლად ასრულდეს. დაჟე აი ნახეთ ახლა არა მიიღია ჯერ ესენი აქ უკვე მაჩვენებენ თქვენ რა უნდა გააკეთოთ რა. თქვენ უბრალოდ ამ ეს არჩევანი უნდა გჯეროდეთ იმის, რომ ეს აუცილებლად ასრულდება, იმიტომ რომ აქ დაჟე ნახეთ შეიძლება დაუშვათ მაღალ ძალებს თხოვოთ. ანუ საგვარეულოა, გეხმარება ძალიან მაგრად რა. ძალიან მაგრად გეხმარებათ საგვარეულო და უკვე ნუ ასეთი არკანები არის, რომ თქვენ რა უნდა გააკეთოთ, უნდა მიენდოთ უბრალოდ თქვენს თქვენს თავს თუნდაც აქ მაღალ ძალებს ღმერთს რა, ანუ ეს ახლა ანგელოზი ნახეთ გეუბნება თვითონ რომ სულ მალე ასრულდება შენი სურვილი, მე ხო გითხარით, აი ესეც მალე არკანი არის. კარგით, ახლა ვნახოთ ჩვენ, ანუ რა არ უნდა გააკეთოთ? რა არ უნდა გააკეთოთ და აი ზუსტად არ უნდა სულ როგორც გითხარით ენერგია ჩადოთ. ანუ როგორ არის იცით? საერთოდ სურვილებს როგორ არის, აქ როგორი ტექნიკა უპირველესი უნდა დაწერო. კი, არის ეს ტექნიკას ახლა მე ვასწავლი გოგოებს, უკვე კურსებიც მოდის. კიდე როგორ უნდა გააკეთო, მაგრამ აი აქ გვეუბნებიან ჩვენ, რომ რა არ უნდა გააკეთო და არ უნდა ზუსტად რომ აი, ნუ აქ თითქოს როგორ არის, აი დაციკლული არ უნდა იყო მაგაზე რა. ხო. ხო. ანუ რა არ უნდა გააკეთო და უნდა გაუშვა, უნდა მიენდო მაღალ ძალებს, გაიგეთ? ანუ არ უნდა გქონდეს, ანუ არ მჯერა. აი ეს. გაიგეთ? ანუ რა არ უნდა გააკეთო, არ უნდა გქონდეს ეჭვი იმაში, რომ ეს არ მოხდება. უნდა იყო დარწმუნებული, რომ აუცილებლად ეს მოხდება, იმიტომ რომ აქ არ არის ისეთი სურვილი, რომ ვიღაცა მინდა მივასიკვდილო, ვიღაცა უნდა მოვწამლო, ვიღაცა უნდა რაღაცა ცუდი გავუკეთო. არა. აქ ადამიანს ეთყობა აქ რაღაც ძალიან ისეთი სურვილი, უბრალოდ დროს სჭირდება. არ არის ესეთი სურვილი, რომ თქვა უცბად ასრულდეს, მაგრამ როცა არ სრულდება, მე ჩვენ გვაქვს რა იმედგაცრუება, ან თქვათ ნდობა აღარა გვაქვს, ან ის რაც მე გითხარით თქვენ, რომ ეს საჩემო არ არის და აი ესეთი ცუდი, რაც არა, ძალიან ესეთი არასაჭირო ფიქრები გვაქვს, ხო, მერყეობა. გაიგეთ? მაგრამ აი ეს არ უნდა გქონდეთ. თქვენ უნდა პირიქით გჯეროდეთ იმისი, რომ ყველანაირად თქვენი სურვილი ასრულდება. ნახეთ რა არკანები მოდის, პროსტა რა ვიცი რა. და პერსპექტივა როგორია? რა, აი თქვენი პერსპექტივა. ყველა ვარიანტში სურვილის ასრულება არის. აუცილებლად ასრულდება თქვენი სურვილი. გეუბნებით, ცოტა ნელი არის საერთოდ თასები, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ აი ახლა თასების მეფე, რომ აუცილებლად მოხდება ეს, რაც თქვენ ჩაიფიქრეთ რა. აი ცოტა რჩევები მოგეცით მე თქვენ აქ, დანარჩენი ვისაც გინდათ აი რომ სწორედ დაწეროთ, რა თქმა უნდა, არის ძალიან მნიშვნელოვანია როგორ წერთ რა. იმიტომ რომ ზოგი ისეთი მე მინდა ეს ხო, მე ასე მინდა არა. კარგით, ახლა მე თქვენ არ დაგრუზებთ, ახლა ვისაც უნდა კი იქნება უკვე ჩემთან კურსზე და ვისაც არა, ახლა თქვენ რაზე დაგრუზებთ? მე თქვენ იმით, რომ როგორ და რანაირად, უბრალოდ გითხარით აი აქ, რომ ნამდვილად სურვილი ასრულდება, უნდა გქონდეთ თავდაჭერებულობა, უნდა გჯეროდეთ, რომ ეს ყველაფერი იქნება, უბრალოდ საჭირო არის ცოტა კიდე დრო იმისთვის, რომ თქვენი სურვილი ასრულდეს. მე კი გისურვებთ როგორც ყოველთვის ბედნიერებას და წინსვლას და ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ კარგს.